შეკითხვა მანამდე მითხარის შენი ვარაუდით როგორ იქნება თეთრი კვამლის ამბავი, ანუ დარჩებით თუ მოგესალმები, მივესალმები მაყურებელს. მოგესალმები. მივესალმები მაყურებელს, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ მსჯელობა არ მიდის იმაზე, ვინ რჩება, ვინ მიდის და ასე შემდეგ, მთელი რიგი იურიდიული და ტექნიკური საკითხები, რომელიც არის გასავლელი, რა თქმა უნდა და ხოლო და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ის გაწყვეტილება, რა გაწყვეტილებასაც მიიღებს გიორგი ვაშაძე და ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება. ეს ბრიფინგი უკვე ჩანიშნულია 5 საათზე და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოვლენებს მოდი არ გავუსწროთ, რომ ამდენიმე წუთი დარჩა, ანუ იქამდე სანამ საჯარო განცხადება გაკეთდება და საზოგადოებისთვის უკვე ეს იქნება ცნობილი. ვაშაძე გააკეთებს თვითონ დამოუკიდებლად განცხადებას თუ ბურჭულაძესთან წყვილში? არ ვიცი, ხა ბლოკი გააკეთებს ამას დაკავშირებით იქა განცხადებას. გიორგი ვაშაძეს გააკეთებს, პალატა ბურჭულაძეს გააკეთებს და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი ჩვენი გაწყვეტილების შესახებ. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ მიდის საუბარი იმაზე, რომ ვინმე გავიდეს, ვინმე დარჩეს. მთავარი სასაუბრო თემა არის ის ტექნიკური და იურიდიული საკითხები, რაც თუ იქ არ მიდის საუბარი, ვინმე უნდა გავიდეს, უნდა დარჩეს, მაშინ რა ტექნიკური დეტალები, ანუ გირჩის ადგილები როგორ უნდა გადაინაწილოთ ამ შემთხვევაში თქვენ და ბურჭულაძეებმა? ეს არ არის, არაფერს გადაწყვეტილებას არ მიდის, ვინ ამას იურიდიულად, ანუ კანონი არეგულირებს ამას, ანუ ამ ასე ვთქვათ, სიის ფორმირებასაც კანონი არეგულირებს, ამაში ვერაფერი ვერ შეიძლება, სია უკვე ასე შეტანილია, დღეს არის ცვლილებების საშუალება, ხოლო და თუ ადამიანებს ამოიღებ, იქ არავის დამატება არ შეიძლება და არავის წინ დაწერა არ შეიძლება და ასე შემდეგ. ანუ ამას გულისხმობ ტექნიკურ და იურიდიულ საკითხებში. მოლაპარაკებები აი რამდენიმე წუთში უკვე დასრულდება ფაქტობრივად და საჯაროდ საზოგადოებისთვის გაკეთდება განცხადება. ოღონდ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება იქიდან გამომდინარე კი არა, რომ მაგალითად რა ვინმეს ვიწრე პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ან კონკრეტული პიროვნებების რაღაც ინტერესებიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება იქნება ისეთი როგორიც და რა გამოწვევების დღეს რეალურად ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქვს. ანუ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი პოლიტიკური გუნდი და გაერთიანება და ბლოკი არ მიიღებს ისე რომ ვინმე გაატაროს ეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და დავიდეს ვინმეს პოლიტიკურ ასე ვთქვათ პიროვნულ ინტერესებამდე. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას რომელიც იქნება პასუხისმგებლიანი და ისეთი როგორიც მაგალითად აი რა გამოწვევებიც გვაქვს ჩვენ ქვეყანაზე ჩვენ მოქალაქეებს აი აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება. ლევან, თქვენ ხართ ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი ამ გაერთიანების და თუ შეიძლება მიპასუხეთ, როდესაც ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, აი ეხლა ხათუნა ლაგაძიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა ეთერში რომ ბურჭულაძემ გაყიდა, ფულზე გაყიდაო საკუთარი პარტნიორები, იგივე თქვა ეხლა გირჩმაც, ანუ მე მინდა ამაზე მივიღო უკვე თქვენი გუნდის პასუხი. დღეს ცოტა განელებული ემოციით, გუშინდელი მოულოდნელი სიურპრიზი გასაგებია. რა შეგიძლიათ მითხრათ, თქვენც გქონიათ ბურჭულაძესთან საუბარი ფულზე და გირჩების განცხადებებზე რა სიტყვით? იგივე რაც შეიძლება ფულზე საუბარს მოდი პირდაპირ გეტყვით, როცა გაერთიანება მოხდა მაშინ როგორც ადამიანური რესურსის გაერთიანება, ასევე ინფრასტრუქტურული რესურსის გაერთიანება, ინტელექტუალური რესურსის, ფინანსური რესურსისაც ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და მოვლენა, რაც შეიძლება ვინმესთან ფულზე საუბარს, რაიმე შანტაჟს დამემართლებით, რაიმე საუბარს პალატა ბურჭულაძესთან ან მის ბლოკთან მსგავს არაფერი არ ყოფილა არასდროს. ინგა მსგავს გაუგებრობას ჩვენ გუნდთან მიმართებაში არასდროს არ ქონია ადგილი. მე ვიცი იმ შეხვედრის დეტალები, რომელზეც ანუ ბატონმა პალატამ გუშინ ისაუბრა იგივე ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით. მე ჩემი გუნდის წევრებისგან რომელიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას ვიცი რომ ზურა ჯაფარიძე შესთავაზა პალატა ბურჭულაძე რომ ის დარჩენილიყო თვითონ ზურა ჯაფარიძე როგორც პროფესიონალი ადამიანი დარჩენილიყო საარჩევნო სიაში რაც შეეხება რაიმე შანტაჟს და ფულის მოთხოვნას და ამ შემდეგ რა თქმა უნდა ეს არ ყოფილა ეს არის ამ შემთხვევაში თამამად შეიძლება თქვა რომ არის სიცრუე და ტყუილი ამიტომ სხვა კომენტარი მე არ მაქვს ანუ ითხოვებიან და ცრუობენ გირჩები ლევან ამას ამბობთ ინგა მე ვიტყვი იმას რომ ჩემი მეგობრები რომელიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას მსგავსი საუბარი არ ყოფილა არც ფულზე, არც შანტაჟზე და არც ასე შემდეგ რაზეც იყო საუბარი მე თქვენ გითხარით ზურა ჯაფარიძეს შესთავაზა პალატა ბურჭულაძემ ის დარჩენილიყო სიაში და ყოფილიყო როგორც ასე ვთქვათ მისი საქმის პროფესიონალი. რაც შეეხება ხათუნა ლაგაძის განცხადებებს ანუ თქვენ პირველ კითხვა ასე დაიწყეთ ხათუნა ლაგაძის განცხადებები და ის ბრალდები რაც არის პალატა ბურჭულაძის ანუ ამ ბოლო დროს ბლოკის მიმართ ამას დაკავშირებით ირაკლი ყიფიანმა თავად გასცა პასუხი მე არ ვიქნები ასე ვთქვათ
ამ შემთხვევაში არ იქნება სწორი მე ხათუნა ლაგაძის განცხადებებზე ვისაუბრო, მით უმეტეს მანამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება 5 საათზე გამოცხადებული ჩვენი პარტიის და ბლოკის მიერ. მადლობა ლევან, ჩემო კარგო წარმატება მინდა გისურვო, ანუ მე ვხვდები რომ წყლის ნაყვას ემსგავსება ჩემგან 5 საათამდე დასმული ნებისმიერი კითხვა სხვადასხვა ფორმით, ასე რომ მადლობა და თქვენთან ერთად ველოდებით 5 საათს. ეს იყო ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. მე გადმოვდივარ ისევ სტუდიაში მერაბ მეტრეველთან და ხათუნა ლაგაზიძესთან. მერაბ, ასეთი არის ჩემი შეკითხვა. თქვენ რა პერსპექტივას ხედავთ, რა შანსებს ხედავთ? ორივესთან მექნება ეს კითხვა. მთელი ამ აურზაურის, მთელი ამ სკანდალების და განვითარებული პოლიტიკური პროცესების ფონზე არჩევნების შედეგი როგორია? მერაბ, ვიწყებ თქვენგან პასუხის მიღებას. გისმენთ? Ну, არ ვიცი, გამიჭირდება. მოგასმეინე ხა ყველაფერი, რაც ერთმანეთში ქონდათ სათქმე და მესმის ხა მე აქ შეკრებილი დღეს ამ გადაცემა შეკრებილი რესპონდენტებიდან ალბათ ყველაზე ნაკლებად საინტერესო რესპონდენტი ვარ, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია მაქვს, იმიტომ რომ ყველაზე გვიან მივედი და ფაქტობრივად ყველაზე ადრე წამოვედი. შესაბამისად, არა, ამ კონკრეტულ თემაზე ვიძახ. შესაბამისად მე არ მაქვს იმდენი ინფორმაცია, რამდენი შეიძლება კაბატო ხათუნას კონდეს, ან ირაკლი ყიფიანს კონდეს, ან სხვა ვინმეს კონდეს, ან პავლე კუბლაშვილს, რომელიც უშუალოდ იყო მოლაპარაკებებში ჩართული. ერთი ერთზე და ის აგვარებდა თავიდან როგორც ვიცი მე ამ თემებს. ამიტომ მათ უფრო მეტი იციან, მე შემიძლია მხოლოდ ამ შემთხვევაში ვარაუდი გამოვთქვა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მე ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, რაც მაშინ თქვი მიმაჩნდა რომ ეს გაერთიანება იყო წამგებიანი და ბლოკს ბარიერის გადალახვა გაუჭირდებოდა. დღესაც ამაზრზე ვარ, როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დარჩეს, უკვე ის თავარი სიახლე რაც ჰქონდა პაატა ბურჭულას და რის გამოც მე წავედი, თქვა დავთანხმდი მაშინ ამ წინადადებას, ეს იყო სიახლე ქართულ პოლიტიკაში, ანუ ახალი სახეები, ახალი გუნდი და არა რაღაც ყოფილი ნაცები ან ყოფილი კოცები ან ყოფილი ნაცები კოცებზე გაყიდული, არ ვიცი ხა 1000 ვარიანტი არსებობს, რომელიც გინდათ ის აირჩიეთ, უყოფილიყო ახალი და ეს სიახლის მომენტი ამ გაერთიანებით დაიკარგა, როცა შენ უერთიანდები ყოფილ ნაციონალებს ამ შემთხვევაში. დღესაც ჯერ კიდევ ეს გაერთიანება ნაწილობრივ ცოცხალია, როგორც იცით, ვაშაძე არ ვიცით დატოვებს და სავარაუდოდ ხაბეიშვილის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი დარჩებიან, ისე მონდომებით ლანძღავდა ის თავის ყოფილ თანაგუნდელებს გირჩელებს, რომ ალბათ რჩებიან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება ჩემი აზრით იქნება წარუმატებელი და ძალიან თავიდანვე წარუმატებელი იყო და ეხლა მით უმეტეს მათ გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა, თუმცა არ ვიცი, ნახოთ არჩევნებს დაველოდებით. მადლობა, მერაბ, წარმატება მინდა გისურვოთ. ეს იყო მერაბ მეტრეველი, ანუ შეთავაზების მიუხედავად ჩვენ არ განიხილავ უკან დაბრუნებას. რა თქმა უნდა, წინ და უკან სირბილი არასერიოზულია დამეტა. მადლობა, მერაბ, წარმატებები შენ და ბოლოს გადავდივარ ისევ ხათუნა ლაგაზიძესთან. ხათუნა, რა სიტყვი თქვენ, რა შანსებს ხედავთ აი ამ ყველაფრის ფონზე პაატა ბურჭულაძის ბლოკის? და ვისი თამაშია, მითხარით ეს ყველაფერი? ვისი პროექტია თქვენი აზრით საბოლოო ჯამში? შანსები აღარ არსებობს ინგა, ძალიან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე. ნუ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სრულიად დემორალიზებულია პარტია, რომელსაც პაატა ბურჭულაძის პარტია ერქვა. გარდა იმისა, რომ გაყიდულია და ესიც ის რიგითმა წევრმაც კი, უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ეთერებში არიან და რომლებიც მათი აზრით გამსვლელ სიაში განისვენებენ, იძულებული არიან იმეტყველონ ისე, როგორც მეტყველებენ, თუმცა ის რომ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა თავის დროზე პარტია და შემდეგ უკვე გირჩს ორჯერ ევაჭრა ერთი და იგივე ადგილებზე, ეს ყველასთვის ცხადი და ნათელია. ამიტომაც და კიდევ ერთი სიახლე რაც იქნება ამჯერად მაყურებლისთვის, გირჩს კოალიციაში ყავდა თუ ბლოკში 18 მაჟორიტარი, ასე რომ 16 მე როგორც ვიცი, ჩემი ინფორმაციით 18, თუმცა ხა ამ არსებით მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ოლქები, რომლებიც რჩება ფაქტობრივად უპატრო ნოდი პირობებში, როდესაც სრული ქაოსია დღემდე პაატა ბურჭულაძის ბლოკში ადგილებზე. ძალიან ბევრი ოფისი სწორედ გირჩმა დაუთმო ბოლო დროს პაატა ბურჭულაძეს და ალბათ იძულებული იქნებიან პაატა ბურჭულაძის დარჩენილი მაჟორიტარები რომ ოფისებიც დაცალონ. ეს ყველა მთელი ეს კატაკლიზმები მათ ელოდებათ არჩევნებამდე დარჩენილი უკვე 9 დღის განმავლობაში, რაც მთავარია ლიდერი, რომლის მიმართაც ნდობა სამწუხაროდ აღარ აქვს არავის. აქედან გამომდინარე, ყველაზე ცუდი იცით რა არის? ორი რამ. ერთი ის რომ პაატა ბურჭულაძე სანდო პარტნიორი აღარ არის საკუთარი ამომრჩევლისთვის, რაც მთავარია და ამან ის
და მან ეს არაერთხელ დაადასტურა და მეორეს მხრივ ის რომ მან იმედი გაუცროა ქართველი ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილს. თუმცა ამითი ერთი რამ მოხდა ძალიან კარგი. ქართულ პოლიტიკაში დამთავრდა კერპთაყვანისმცემლობის ეპოქა. უახლოეს პერიოდში ვეღარავინ შემობედავს ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ იმიტომ, რომ მან თითქოს და გააკეთა გარკვეული სიკეთეები ამ ხალხისთვის და მე სიკეთე ძმრად უნდა ადინოს ადამიანებს. და სივრცეთ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრი რამ არის პოზიტივი ამ ყველაფრიდან. პატა ბურჭულაძე მე სივრცე გაათავისუფლა, საპარლამენტო არჩევნების მერე გამოჩნდება, რომ სივრცე ახალი თაობისთვის, რომლებიც არ გაიყიდებიან, შეიძლება იყვნენ პროფესიონალები, მაგრამ არასრულგაყიდული პროფესიონალები, მათთვის სივრცე რჩება და ისინი აუცილებლად შემოვლენ ქართულ პოლიტიკაში. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა წარმატება გისურვოთ და გადაგიხადო მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს იყო უკვე ხათუნა ლაგაძიძე. ამით უნდა დავასრულოთ დღის ამბები 4-ზე. მე გემშვიდობებით ხვალამდე შეგახსენებთ, რომ ზუსტად 5 წუთში, 5 საათზე, უпростоრეთ 8 წუთში გიორგი ვაშაძე გამოაცხადებს მის საბოლოო გადაწყვეტილებას რჩება ბურჭულაძესთან თუ მოდის ჩვენი ინფორმაციით, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ იგი დარჩება გუნდში. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ამას უკვე ახალი ამბებიდან შევიტყოთ. პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებ ზუსტად 5-ზე გიორგი ვაშაძის განცხადებას, წინგელით ასევე 7 საათზე ვახოსანაიას გადაცემა, 8 საათზე ნინო ჟიჟილაშვილის რიანი და რასაკვირველია ბიზნეს კონტრაქტი. მე გემშვიდობებით ხვალამდე, ახლა კი ერთად ნახოთ ვახოსანაიას ანონსი.